შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით ახლო აღმოსავლეთს ესტუმრა. შტატების დატოვებამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანისგან მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ ამერიკა კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს დაამყარებს ისრაელთან და მის მოკავშირე ქვეყნებთან. ბაიდენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა, რომელიც ისრაელში ჩადის. მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენმა მასპინძელი ქვეყნები გააფრთხილოს ირანს თავს არ დაესხან, სანამ მსოფლიოს წამყვანი ძალები თეირანის წინააღმდეგ სანქციებს არ გააგრძელებენ. ისრაელი ერთადერთია რეგიონში, რომელსაც ატომური არსენალი აქვს. მან ერაყის ბირთვული რეაქტორი 1991 წელს დაბომბა. 2007 წელს იგივე ქმედება სირიის წინააღმდეგ განახორციელა. თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ისრაელის ძალები ირანისთვის სერიოზული პრობლემების შესაქმნელად საკმაოდ მცირეა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ისრაელის, პალესტინისა და იორდანიის მთავრობებთან. ჯო ბაიდენი ქვეყნებში საავადმყოფოებსა და სკოლებსაც მოინახულებს.